UFC-ში ასობით მებრძოლია. აქედან უმეტესობა მუდმივად ღვრის სისხლს და ოფს, ბრძოლობს ოქტაგონში და იმედოვნებს, რომ ჩემპიონი ახდება. მაგრამ რა განასხვავებს უბრალოდ კარგ მებრძოლს ნამდვილი სუპერვარსკვლავისგან? რა არის ის ზღვარი, რომელიც ილია თოფურიამ გადალახა და რატომ არის ის დღეს მიუწვდომელ დონეზე? ილია თოფურიამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიდეო ატვირთა თავის ოფიციალურ YouTube არხზე, სადაც გვაჩვენებს მომზადების პროცესს, თუ როგორია ეს ყველაფერი ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბისთვის. და ამიტომ რაღაც ის წარმოდგენები უფრო გაამყარრაც უკვე ქონდა თოფურიაზე, რომ ის არის უზომოდ პროფესიონალი თავის საქმის. თოფურია ძალიან თვალსაჩინოდ განსხვავდება ყველა სხვა კარგი MMA მებრძოლისგან ძალიან ბევრ ასპექტში. ის მრავალ ასპექტშია უმაღლეს დონეზე, როგორიც არის უშუალოდ მომზადება ჩხუბისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე მისი ბრენდი და მისი თავის გამოხატულება ძალიან მაღალ დონეზე ყავს აყვანილი. მისი მენტალობა და საქმის მიმართ დამოკიდებულებაც კი განსხვავებულია. ჩვეულებრივმა მებრძოლმა შეიძლება ჩხუბის წინ თქვას, რომ კარგად მომემზადე და იმედია საუკეთესო შედეგს ვაჩვენებ. ან იმედია გავიმარჯვებ, ან მეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო. მაგრამ თოფურია წინასწარ გვეუბნება, რომელ რაუნდში ვის როგორ გათიშავს და ამ ყველაფერს მე ასრულებს. ახალ ლოგებშიც კარგად ჩანს მისი მენტალიტეტი. ის არ ვარჯიშობს იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს. ის ვარჯიშობს იმისთვის, რომ თავისი ხედვები რეალობად აქციოს. მის ხასიათს და მენტალიტეტს რო თავი გავანებოთ, ასევე აშკარად ჩანს, როგორ მაღალ დონეზე ყავს თვითონ კემპში მომზადების პროცესი მეცნიერულ დონეზე. მის ვიდეოებში ნახეთ, როგორ იყენებს Sport Vision ტექნოლოგიებს, რომელიც განავითარებს მის კოორდინაციას და რეაქციის დროს. თვალის და ხელის კოორდინაცია, რეაქციის სისწრაფე, პერიფერიული ხედვა და ამ ყველაფერს უფრო დეტალურად ანვითარებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოჭუბარი. ბევრი განსხვავებული და ახალი მომზადების მეთოდი ჩანს მის ვიდეოებში და თუ არ გინახავთ აქამდე, დიდ რეკომენდაციას გავუწევ. აგერ ამოვანათებ, მაგრამ შეგიძლიათ გადახვიდეთ ილია თოფურიას ოფიციალურ არხზე და ნახოთ ბოლო ვიდეოები თუ როგორ ემზადება. უამრავი საინტერესო მეთოდი ჩანს იმ ვიდეოში. ერთ-ერთი იყო თუ არ ვცდები წითელ ლურჯის სხვადასხვა ფერის სათვალე, ან თვითონ თვალის სხვადასხვა ფერი, ეკრანზე იყო სხვადასხვა ფერებში ციფრები და მიმდევრობით და დაეჭირა ღილაკებზე და მონიტორინგი მინდოდა მისი შედეგების და როგორ ვითარდებოდა ეს პროცესი აღნიშნული იყო. ერთი მეთოდი იყო ასევე სათვალე ბეკეთა, რომელიც საკმაოდ ამცირებდა მის ხილვადობას და პინგ-პონგის ბურთები მოდიოდა და თავიდან დაეჭირა და მერე head movement-ით დაეცლებინა და ეს ყველაფერი ამვითარებდა მის რეაქციის სისწრაფესაც აშკარად და ხედვასაც. ანუ როცა ჩვეულებრივი მებრძოლია გრუშჩას ურტყავს ან pad-work-ს აკეთებს, ამ დროს ილია თოფურია ცენტრალურ ნერვულ სისტემას ანვითარებს. ერთი მეთოდი იყო, რომელიც ზუსტად ვერ მიხვდას აკეთებდა, თუ უყურეთ ვიდეოს და თქვენ იცით დამიკომენტარეთ, აი ზაფირო ეჭირა ესე თვალთან და რამოდენიმე სხვა ფერის სამაგრი რო ქონდა იმ ზაფს და ან მომენტში რა ხდებოდა, ეგ ზუსტად ვერ გავიგებთ, ესპანურად უყურე და აღარ გადავიყვანე ინგლისურზე, ამიტომ თუ მიცით ეგ ტექნიკა რა სამუშაოები და დამიწერეთ კომენტარებში. ასევე გემახსოვრებათ მის დარბაზში არის ასეთი რა დავარქვა კამერა სათავსოსავით, რომელიც დავსერჩე ზუსტად რა არის, რომ მე თქვა უფრო დეტალებში და გეტყვით და სულაც ამოვანათებ რაზე ვსაუბრობ. ეს არის დავსერჩე და ზუსტი თარგმანი არის ესეთი. ჰიპერბარული ჟანგბადის კამერა და მთელი სხეულის კრიოთერაპია. ეს ჰიპერბარული კამერა გამოიყენება კუნთების უმაღლესი აღდგენისა და სავარჯიშო ბანაკების დროს ეფექტურობის მაქსიმიზაციისთვის. ანუ აღდგენის ნაწილი ყოფილა ეს რაღაც. ასევე რამდენადაც მახსოვს, ძალიან აქტიურად და დეტალურად მიდის მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, ძალიან ბევრ სხვა ასპექტშია ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ვახსენე და ეხლაც გავებმიერებ, რომ ძალიან აშკარაა, რომ უდიდესი სხვაობა ჩვეულებრივ კარგ მებრძოლს შორის და ილია თოფურიას შორის. პიროვნულად ძალიან ბევრი განსხვავებაა მისი შეხედულებები, მისი სიტყვები, მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ, მისი მომზადების პროცესი და ამ ყველაფერს განხორციელება, ანუ ყველა ასპექტში ძალიან მაღალ დონეზე. მეტი რა გაქნას ამ კაცმა, იმიჯზე ზრუნავს, მომზადებაზე ზრუნავს, ორგანიზმზე ზრუნავს, ბიზნესზე ზრუნავს, აგერ თავისი UFC-ის ნაწილია, 4 ენა იცის, ჩემპიონია, რაღა გააკეთოს მეტი. ძალიან გაგვიმართლა და მე ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი დონის ათლეტი და ესეთი დონის ფიგურა თავის სპორტში, რომ ქართველია, ხანდახან ვერ ვიჯერებ ხოლმე. ილია თოფურიას დაკვირვება უამრავ მიზეზს გვაძლევს ჩვენ როგორც მაყურებელს, ასევე ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ საერთოდ არ ვინერვიულოთ მის ჩხუბებში და აი დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნებისმიერ ოპონენტთან გამარჯვებული დარჩება. ეს ძალიან დიდი ფუფუნება, აი ესეთი მენტალიტეტი რომ არის შენი გულშემატკივარიც კი, რომ აი ვინც არ უნდა მოუყვანონ, იცი რომ შენი ფავორიტი მებრძოლი გამარჯვებით დაასრულებს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი ამერიკელი დამწუხრდება 14 ივნისს, როდესაც ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა შედგება. სამწუხაროდ დიდი ავტომობილი ძალიან მძიმე კონდიციებში ვიხილავთ ჯასტინ გეიჯის. ნუ სამწუხაროდ მე იმიტომ ვიცეხი, რომ ასევე გულშემატკივარი ჯასტინ გეიჯისი და არ მინდა ისეთ კონდიციაში ვნახო, რომელშიც დიდი ავტომობილი ვიხილავ, მაგრამ რა ვქნათ ილია თოფურიას თუ ხვდები, სხვა გზა არ გაქვს. გეიჯის მერე კი თუ დიდი ხანი არ გაიქცევა ისლამ მაღაშევის სასიამოვნო იქნება და ბოლო-ბოლო შედგება იგი ისტორიულ ბრძოლა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ მოხერხდა შემდეგ ეტაპზევე ეგ მობრძანდეს ის ბატონი ცარუკიანი და მისი ვითომ დიდი საფრთხე მალე განეიტრალდეს.
ნუ დღეს ცოტა მოკლე და განსხვავებული ვიდეო იყო. მინდოდა რეალურად კადრების ჩასმა და თან რეაქცია ამ რაღაცებზე, მაგრამ არ ვიცი copyright თუ მომარტყავდნენ, ამიტომ უფრო სხვა ტიპის ვიდეო გამოვიდა. ეს მე მგონი არ მithქოს ჯერ-ერთი ვიდეოში, ამიტომ რა ვიცი. დალაიქით ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, ასევე დაალაიქეთ, არ არის პრობლემა და უფრო მეტად საინტერესო იქნება თუ დაწერთ კომენტარსაც. სულ ეს იყო, ნახვამდის.